მოგესალმებით ყველას. მოკლედ მე ვარ გიორგი მოდებაძე, ვაგრძელებთ მე ფორმატის შესახებ საუბრებს. დღევანდელი თემა არის ნაკადები. ეს არის უკვე მეხუთე თემა თეორიული და აი ამის შემდეგ უკვე რაღაცების წერაზე გადავდივართ. რაღაცები. ანუ იქაც პრინციპში ის მოსამზადებელია, იმიტომ რომ თუ მარტო სიიცით და მეტი არაფერი, ანუ კიდევ რაღაცებია საჭირო, რომ იცოდეთ, იმიტომ რომ სხვანაირად ვერაფერს ვერ ვიზავთ. მოდით ახლა ნაკადებიზე გადავიდეთ რა. იმისათვის რომ ნაკადები აგიხსნათ რა ჯანდაბა არის, მინდა ესეთი რაღაცაზე ვისაუბრო. აი მაგალითად გვაქვს პროცესორი, თქვენ იცით რომ პროცესორები არის ერთბირთვიანი, მრავალბირთვიანი, ერთბირთვიანი პრინციპში აღარ არის ბირთვიანი პროცესორები. თქვათ ინტელის პროცესორები მრავალბირთვიანი, AMD-ის პროცესორებიც მრავალბირთვიანია, ასევე ARM-ის პროცესორებიც არის მრავალბირთვიანი. თუმცა არის მიკროკონტროლერები, იქ ერთბირთვიანი პროცესორებია მიკროკონტროლერებში. განსაკუთრებით 32 ბიტიან მიკროკონტროლერებში. და მოკლედ განვიხილოთ ასეთი რაღაცა. ანუ ნაკადი რა არის? მოდი ესე ვთქვათ, მოდი დავარქვათ ნაკადს ობიექტი, რომელსაც აქვს თავისი კოდი, აი მაგალითად ეს არის პირველი ნაკადი. სვედერთი დავარქვათ და მაგალითად აქვს 1000 მანქანური ინსტრუქცია. ანუ ჩვენ ვიცით უკვე რომ C-ზე ვწერთ პროგრამას C++-ზე, რომ დააკომპილირებთ, ხდება C ენას დაწერილი და C++ ენას დაწერილი პროგრამის გადათარგმნა მანქანებში. აი თქვა დავწერეთ პროგრამა და გამოვიდა მე ამას შემოკლები და ანუ ესე იგი 1000 ინსტრუქცია. აი პირველი ხო, ანუ ეს არის ობიექტი, რომელიც შედგება 1000 ინსტრუქციისაგან. ეხლა ვუყურეთ, თითოეულ ნაკადს გარდა ინსტრუქციებისა აქვს რაღაცა დრო, მოდი დავარქვათ ამას დელტა 1 დრო. აი d დავარქვათ აი ესე. dt1 დავარქვათ, ანუ ეს არის ძალიან პატარა დრო არის, რომლის დროსაც ნაკადი მუშაობს. და ეს დრო რო ამოიწურება, ნაკადი აღარ მუშაობს. ესეთი რაღაცა რა. და ზოგადად სისტემაში, ნებისმიერ სისტემაში ნაკადები არის ძალიან უამრავი. შეიძლება რამოდენიმე 10,000 იყოს, ძალიან ბევრია. ანუ პროცესი თუ შეიძლება რამოდენიმე 1000 იყოს, ნაკადი შეიძლება იყოს 10-ჯერ მეტი. შეიძლება უფრო მეტჯერაც მეტი, ანუ 20-ჯერ მეტიც კი შეიძლება იყოს ნაკადების რაოდენობა პროცესებთან შედარებით. ხო, ანუ ესე იგი, ნაკადი არის ობიექტი, რომელიც არის გარკვეული ინსტრუქციების რაოდენობა, მოდი აქ იცი, მოდი 1000 კი არა, მოდი n იყოს. n1 ანუ in1 იყოს, მოდი ესე ჯოფია მე მგონი in1 ანუ ინსტრუქციების რაოდენობა პირველი ნაკადისთვის. და მოკლედ იმისათვის რომ გავიმარტივოთ საქმე და რა არის ნაკადი და როგორ მუშაობს, ვთქვათ, მაქვს ერთბირთვიანი პროცესორი, აი ავიღოთ CPU და მოკლედ გვაქვს, მოდი ავიღოთ 4 ნაკადი ვთქვათ. აი ეს CPU იყოს აი აქ. მოდით შევაფერადოთ, რომ ცოტა უკეთესად გამოიყურებოდეს. მოდით ეს იყოს მწვანე. მწვანე თუ რა ვერაფერია, ხო მწვანეა. და აქაც გადავაკეთოთ აი ესენი. ანუ
მეორე ნაკადს გქონდეს თქვა DT2, რომ აი ძალიან პატარა მცირე დრო, რომლის დროსაც მუშაობს და ინსტრუქციების რაოდენობა INS2 იყოს და აქაც ნუ მოკლედ მესამე ნაკადისთვისაც თავისი ინსტრუქციების ნაკრები გქონდეს და მეოთხე ნაკადსაც თავისი დელტა დრო და ინსტრუქციების რაოდენობა. აი ესე. ხო, აი ესეთი რაღაცა გვაქვს. მოდი ვთქვათ, აი ეს რახან ერთბირთვიანია პროცესორი, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ აი ძალიან პატარა აი ერთ მომენტში რო დავაფიქსიროთ, ხო? მუშაობს მხოლოდ ერთი ნაკადი, დანარჩენს ძინავს. მოდი, რომელსაც ძინავს შევაფერადოთ. მოდი ესეთი ფერი იყოს და რომელიც აქტიურია, იყოს აი ესეთი ფერი. ანუ მოდი ესეთი ფერი იყოს. ესეთი ფერი იყოს, ძილის ფერი, კარგი, ცოტა აი ესეთი. ანუ ეს არის აქტიური, ამათ ძინავს. ეხლა უყურეთ. აი ეს დრო როდესაც გავა, ნაკადი შეჩერდება, ანუ პროცესორი აკეთებს ამას, ნაკადს შეაჩერებს, ანუ ნაკადი რა, აი ამ ინსტრუქციების შესრულების ნაკადზე საუბარი, ანუ ეს სრულდება. აი ამ ინსტრუქციების ნაკადის გაჩერება ხდება, დამახსოვრება სად გაჩერდა და მე ხდება რომელიმესი აი ამათ ან მეოთხესი, ან მესამესი, ან პირველის გააქტიურება. მოდით აი ესე გავთიშოთ, რომელი იყო ეს ფერი, ის იყო, ხო, კი. და ნუ მოდით აი ეს მეოთხე გაიღვიძა მეოთხე, აი ესე. ამასაც აქვს რაღაცა დელტა 4 დრო და როდესაც ნაკადი აი ამ დელტა დროის მანძილზე პროცესორი ასრულებს აი ამის ინსტრუქციებს რა. სრედ 4-ის ინსტრუქციებს, მეოთხე ნაკადის ინსტრუქციებს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მცირე დრო არის დელტა 4 დრო და ეს დრო რომ მოიწურება, პროცესორი გააჩერებს აი ამის მუშაობას, გადაიყვანს, ნუ დააძინებს ესე რომ ვთქვათ, უფეშად. ეს არის ხო? და მე ვთქვათ, ნუ მოდი მესამე ამუშავდეს, ხო? აი ესე. მესამეს თავისი დრო აქვს და აი ამ დროის ამოწურვის შემდეგ, ანუ რაღაცა რაოდენობის ინსტრუქციები შესრულდება, პროცესორი გააჩერებს ამის მუშაობას და მე გადაერთვა პირველზე და ნუ მოკლედ აი ესეთნაირად მონაცვლეობს შესრულება. აი თქვათ მე აი ეს ჩაირთვება დელტა T1 რო ამოიწურება დრო და მე ნუ რომელიღაც ამუშავდება. აი ესე მონაცვლეობს. ანუ ეს გადართვები იმდენად სწრაფად ხდება, რომ ჩვენ ადამიანებს გონია რომ პარალელურად მუშაობს ეს ყველაფერი. სინამდვილეში პარალელურად არაფერი არ მუშაობს. ანუ ესეთ გადართვები ხდება. ეხლა სოთაშორის ამ ნაკადებს აქვს პრიორიტეტი. ეს პრიორიტეტი რას ნიშნავს? ანუ რაც უფრო მაღალი პრიორიტეტი აქვს ნაკადს, აი ეს დელტა T დრო მეტია. ანუ დრო მეტია, ანუ ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ ინსტრუქციები უფრო მეტი შესრულდება. ნუ თუ შედარებაზეა საუბარი, აი მაგალითად თუ ნაკადის პრიორიტეტი დაბალია, თქვათ აი ეს დელტა T დრო იმდენად პატარა, რომ ნუ თქვათ სრულდება 100 ინსტრუქცია. ნუ უფრო მეტი სრულდება, მაგრამ მოდი ჩავთვალოთ 100 ინსტრუქცია სრულდება და თუ მაღალი პრიორიტეტია, უფრო შეიძლება 100 ინსტრუქცია კი არა, არამედ შეიძლება 200 ან 300 ინსტრუქციის შესრულება მოხდეს. ანუ რა ანუ ინსტრუქციების ნაკადი უფრო სწრაფია ამ შემთხვევაში რა. იმიტომ რომ ნაკადის პრიორიტეტი მაღალია. ახალ მაღალია, აქტიურია ეს, უფრო მეტი დროის მანძილზე არის აქტიური ნაკადი და უფრო სწრაფად სრულდება მოკლედ საბოლოო ჯამში ნაკადი. მოდით ახლა თქვათ გვაქვს ორი ბირთვიანი პროცესორი. ანუ ორი ბირთვიანი პროცესორი ფაქტობრივად ნიშნავს რას, რომ ერთბირთვიანი პროცესორი არის აღებული ორი ძალით და შეერთებული. და
მოკლედ ამ შემთხვევაში აი ესეთ პროცესორს შეუძლია ერთდროულად ორი ნაკადი რომ ამუშავოს. აი მაგალითად მოდი აი ეს ავიღოთ. აი ეს თქვათ პირველი ნაკადი აი ამაზეა გაშვებული, მეორე ნაკადი ამაზე, ანუ ეს აქტივი მეოთხე ნაკადი ამაზეა გაშვებული. ანუ პარალელურად ორი ნაკადი მუშაობს. რა თქმა უნდა, ამ ნაკადებს სხვადასხვა დელტა დრო აქვს, როცა ეს ამოიწურება, ხდება აი ამის დაძინება, ანუ გადაყვანა არააქტიურ ესე ვთქვათ სტატუსში და ნუ ვთქვათ აი ეს ჩაერთო, ანუ ეს არის აქტიური. რაღაცა დროის შემდეგ ესეც ამოეწურა ამას დრო და გააქტიურდა აი ეს. ანუ ესე იგი ერთდროულად მოკლედ ორი ნაკადი მუშაობს პარალელურად. Ну, რა თქმა უნდა, თუ ნაკადებს შორის დამოუკიდებულებები არ არის რა. ანუ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი აბსოლუტურად ეს მაშინ ხდება. ესე მუშაობს. ანუ ამ შემთხვევაში რა გადართვების სიხშირე მაღალი გვაქვს უკვე, იმიტომ რომ ეს ორი ბირთვი გვაქვს და რადგანაც ორი ბირთვი გვაქვს, ორი ნაკადი პარალელურად მუშაობს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. და გადართვების სიხშირე მაღალია უკვე. ანუ რა ეს რას ნიშნავს, რომ ნუ თითქმის ორჯერ უფრო სწრაფად მუშაობს ნაკადი. შესრულება რა. ნუ ცოტა არაზუსტი ის არის, მაგრამ ნუ დაახლოებით რა. მოდით ახლა განვიხილოთ 4 ბირთვი თუ გვაქვს პროცესორის, აი 4 ბირთვია. ანუ 4 ბირთვი რას ნიშნავს, რომ თითოეული ბირთვი არის უნდა წარმოიდგინოთ როგორც ერთი ცალკეული პროცესორი რა. აი ესეთი რაღაცა გვაქვს. ამ შემთხვევაში რადგანაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ნაკადებია, 4-ვე ნაკადი მუშაობს. ანუ არასდროს არ ჩერდება რა და მუშაობს. ანუ მანამ მუშაობს, ანამ ინსტრუქციები არ ამოიწურება. ნუ ინსტრუქციები როცა ამოიწურება, ნუ გასაგებია ნაკადი დაასრულებს მუშაობას. ნუ იქ ბოლოში უნდა იყოს რა თქმა უნდა ამის შესაბამისი რაღაცეები, რომ ნაკადი დასრულდეს, ანუ სწორად დაასრულოს მუშაობა და რამე არ დაიქრაშოს რა. აი ესეთი სიტუაცია გვაქვს. რა თქმა უნდა რეალობაში ნაკადების რაოდენობა როგორც გითხარით, რამოდენიმე ათეული ათასია და ეს გადართვები იმდენად სწრაფია და ეს დელტა დროები იმდენად მცირე, რომ ჩვენ გონია რომ პარალელურად მუშაობს ყველაფერი და სინამდვილეში არ მუშაობს. სინამდვილეში არ მუშაობს რა. ეხლა იქ მე მაქვს პატარა პროგრამა, რომელიც შედგება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფუნქციისაგან, exit-ი შეგახსენებთ, ეს არის პროგრამის დასრულება. ამ შემთხვევაში თუ ასემბლერზე დავწერთ აი ამ პროგრამას, იგი იქნება სექცია, ანუ შედგება ესეთი ფაილი სექციისგან, ჰედერისგან და ერთი სექციისგან, ანუ კოდის სექციისგან. ატვირთული იქნება ესეთ მდგომარეობაში. ნუ ჰიპი და სტეკი ყველა ვარიანტში იქნება, ანუ გროვა და სტეკი და კერნელი იქნება. ეხლა აქ რა ხდება? როცა იტვირთება აი ეს გამზადდება, ანუ რა იტვირთება პროგრამა, აი ეს გროვა და სტეკისთვის გამოიყოფა მეხსიერება და კერნელი, ანუ ბირთვი აისახება. მერე ხდება პირველადი ნაკადის გაშვება, ანუ პრინციპში პროცესი რა არის? პროცესში ეს ყველაფერი ატვირთული, ეს არის გარემო, სადაც უკვე გამზადებულია ყველაფერი, რომ პირველადი ნაკადი გაეშვას რა. აი ეს როცა იტვირთება ეს ყველაფერი, მერე იშვება პირველადი ნაკადი. პირველადი ნაკადი რა, აი იქ კოდის სექციაში რაც არის ინსტრუქციები, იმის შესრულებას იწყებს. ანუ რა პროცესორი იწყებს შესრულებას. და ნუ მოკლედ ასეთნაირად არის. აი იგივე არის აქაც, ოღონდ აქ უკვე უმარტივესი ესეც ასემბლერზე მერე განახეთ უკვე შემდეგზე უკვე ასემბლერზე დავწერთ აი ამ ორ პროგრამას. აქ უკვე გვაქვს ორი სექცია, ერთი არის აი ეს პირველი სექცია არის კოდის სექცია, მეორე სექცია არის მონაცემთა სექცია. აქაც ჰიპი და სტეკი გვაქვს, ანუ გროვა და სტეკი
ოღონდ აი ესეთი განსხვავება. აქ ეს პროგრამები ისეა დაწერილი, რომ არ ვიყენებთ ბიბლიოთეკებს. ამიტომ არის აი ესეთი სიტუაცია. ჩვენ ნახავთ, რომ როგორ იწერება ასემბლერზე ისე რომ თქვა ბიბლიოთეკა არ გამოიყენოთ. თუმცა შეგიძლიათ რომ ბიბლიოთეკებიც გამოიყენოთ ასემბლერზე, არ არის პრობლემა იქ მაგაზეც. ხო, აი ჩემი აზრით მოკლედ აი ესენი ყველაფერი უნდა გაიაზროთ, ხელოვნური ინტელექტით შეგიძლიათ გამოიყენოთ, ანახოთ აი ეს უბრალოდ ეს სურათებით, ან PDF-ად, ან სურათით აი გადავუღოთ სკრინი და ანახოთ აი ამიხსენი რა ხდება, აი ესეც შეიძლება ესნაირად მუშაობა. ნუ მოკლედ ამ ვიდეოს შემდეგ კიდე ერთ ვიდეოს გადავიღებ, სადაც უნდა მოემზადოთ ასემბლერისთვის, მაპატიეთ ამ ჯერ თეორიას ვერ მოვჭით რა, თეორიულ ნაწილს რა. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ასემბლერზე რაღაცა რო დაწევ, რაღაცა ერთი პატარა რაღაცა უნდა ვიცოდეთ და იმ ერთ პატარა რაღაცას ვისწავლით რა, თეორიულად გავიაზრებთ და მერე გადავალთ პრაქტიკაზე. კარგით, ახლა მე დაგემშვიდობებით და თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ გკითხოთ. იმედი აქვს, რაც ახსენი ნაკადი რა არის დაახლოებით წარმოდგენა შეგიქმნით და რაც აკეთებს. ნუ მოკლედ, კარგად იყავით და მომავალ შეხვედრამდე.